დღეს დასვენება და ისე კარგად ვარ. ისე კარგად ვარ. ისეთი ბედნიერი ვარ, ხალხო არ მჯერა, რომ თითქმის 5 დღე ვიქნები სახლსაშინა, არა სახლსაშინა ვერ ვიქნები, სოფელში მივდივართ მერე. 13-ში, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რას ვიძახი რა, როგორ ხართ გოგოებო, ეშვებით. ჩემი თმები აღარ ექვემდებარება აღარაფერს. დიდი ალბათობით შესაჭრელი, ანუ მართლა მაიმუს გავს ესეა. მაგრამ აღარ მინდა შეჭრა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით აღარ მინდა. 15-ში დილით მივდივარ ახალციხეში. როგორც უკვე გითხარით, ჩემი ნათის იუბილეა ქორწინების. პარალელურად ჩემი სიცის დაბადების დღეა. უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ჩემთვის საყვარელ და უმნიშვნელოვანეს ადამიანს შევხვდები და მე ვეუბნებოდი ნათის გუშინზე. აი ადრეც უთხარ და ხაც ვუმეორებ, რომ ნათი იმდენად არ მინდა წამოსვა თქო, იმდენ არაკომფორტულად ვგრძნობ მეთქი თავს, რომ ვერაფერს ვერ ვიცვამ, რაც მომწონს, რაც მიყვარს და ასე შემდეგ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მეთქი და გაგიჟდა ლამის. რა თქმა უნდა, მაინც წავიდოდი და მაინც წავლა, რა სისულელია. მაგრამ განწყობას ვხსნიდი, რომ აი ძალიან ისე ვარ თქო. თუმცა ეტყობა ხა მოსდაყენებულია თმა. ხო და კრემისფერი შარვალი მოსინჯეო, კი მითხარით გოგოებო, რომ დამიწერეთ კომენტარებში, მოსინჯული მაქვს მილიონჯერ, მაგრამ მე ვერ მოვიხდინე. ახლა ამ წონაზე ვერ მოვიხდინე ყოველ შემთხვევაში, შესაბამისად ეგიდია, უნდა მოვიფარო ხალხო რაღაცა შემსივდა. აი ბიჭები შემოცი. აი ასე ჩავთბები მშვენივრად. აქაც ბობა არავანთი ყავა მიდგას და ტელეფონი. ბავშვს წინავს კობა გასულია, რა ალბათ მოვა უკვე. არ ვიცი. რამეზე და უნდა ვიყიდო პერანგი თუ რავი რა უნდა ვიყიდო, არ ვიცი ჯერ. დღეს მინდოდა ვითომ გავლა, მაგრამ ტოლმა უნდა გავაკეთო გოგოებო და გავყინო. რაღაც ქაბაბის მსგავსი, ნუ მოგრძოები უნდა გავაკეთო და გავყინო. 11-ში ღამე ალბათ მოვხარშავთ მაგ ყველაფერს, ან 12-ში დილით არ ვიცი. არა 12-ში დილით ვერ მოვასწრებთ 11-ში. ხო და არ მინდა რა, აი 11-ში კიდე ცალკე ვიწვალო თუ რაღაც. ახლა მე ჩემნებსაც მქონდეს, იმიტომ რომ სხვა საქმეებიც მაქვს, გარე საქმეები და მინდა რომ ეგ ამბები მოვაკვარო. წესით უნდა წავსულიყავი თვის დასაწყისში, რომ მეყიდა წებოდა რაღაცეები და ვერაფრით ვერ მომიხერხდა, ასე ვთქვათ. დედა ყავა რა კარგია. ოღონდ როგორი გემრიელიც არის ჩემს სახლში დალეული ყავა, ისე ვერსო ვერსად, ანუ ვერსად. აი ამ რაღაცა გემოს და სიამოვნებას ვერ ვიჭერ და ალბათ ყველა ასე ხართ. თუმცა ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც სიამოვნებით ვსვამ. ღამე გამოვყარე ხორცები, უნდა იმას ვქნა გავალყო. ზოგი გალღვა და დავიწყო კეთება, იმიტომ რომ ეს სალათები რას ავიტეხე, არ ვიცი, დედა ჩემი უნებაშო, რა თქინდოდა ვაი. ხორცი თევზი მსგავსი და დამთავრდა, რა თქინდოდა ეს სამი სალათია. თუ ორი რავი რამდენს გავაკეთებ ჯერ არ ვიცი. ხა რა ეს ვიყიდე უკვე.
ხო და სოფელში მინდა უფრო იმიტომ გავაკეთე, რომ სოფელში მინდა წავალ ჩემთან თიმამთეს, რომ მივდივართ ცამეტში ნირთმევენ მაინც. ცოტა უნდა წავიღო ხა, ვეგან რამდენი რო გავაკეთო გეხვეწებით. სამად გამყო. ბევრს არ გავაკეთებ უბრალოდ რომ მივირთოთ ერთი სადილი, ვინ შეჭამს იქ მწვადი და რაღაცები იქნება, მაგრამ შეჭამს მერე ჩემი დედამთილი მამამთილი. იქნებ მიირთვა წავალ. ძალიან ცივა დღეს მინდა აღნიშნოთ, არ მომწონს მე სიცივე საერთოდ. გოგოებო, როგორც მივხვდი, არა მხოლოდ Facebook-ზე, არამედ YouTube-ზე ძალიან დაცემულა ნახვები. ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, რომ ერთ გოგოს ვუყურებო გვანცავთ. 4000-ზე მეტი გამომწერი ყავსო და მესი ერთი რა 4-5 დღის დადებულ ვიდეოსო 800 რაღაც ნახვა გქონდაო თუ 700 რაღაცა არ ვიცი. ხო და ეგო როგორ არისო, ანუ რაც უფრო მეტი ყავს, მგონია რომ მეტი უნდა გიყურებდეს, ხა იდეაში ეგრეა, მაგრამ ხო და მე ამასწიათ მეც ხო გითხარით, რომ ძალიან არის ნახვები YouTube-ზეც და რო გადავხედე გაკვირვებული ვარ, თქო თუ არ გითხარით, არ ვიცი. მე ვთხარი ზუსტად ეგრეა, მაგ დღეში ვართ. ყველა ალბათ არა, მაგრამ ნუ ეს შედარებით მცირე მისვისაც გვაქვს. ციფრი. აი მე გუშ კომპოსტო მოვიტანე და დედა მეუთხარ ერთი რაღაცა უნდა გთხოვ მარტო ერთი. მეტი არაფერი არ მინდა მეუთხარ. მოძალ ერთი აი ეს კომპოსტოში გახარებას ვეთქ. მე გოგოებო მიყვარს პაწაწუნა ტოლმები. ყოველთვის რატომღაც ადრე გეუბნებით ვაკეთებდი ხოლმე რა დიდებს ტაშტის ხელებს. ხო და დეჩები რო იყო ჩამოსული განცაო მითხრა. არ გინდაო ეს ამხელა დიდად ერთი რაღაც არ არისო რა სტიურად არ ეჩვენება. და პაწაწუნები ბევრად რაღაცა ის არის, ეგეთები გააკეთე. მის მერე მანამდეც უკვე დაწყებული მქონდა შემცირება და მის მერე გავამყარე ეს პატარა ტოლმები. გუში ვიყიდე 3 ტოლმა, ხა ამხელები კი არა, ნუ ხო ხვდებით რა, დიდზე პატარები. რავი, რამდენი ფოთოლი ამოვიდა. ისეთი კარგი სახმოჩნდა ხალხო კომპოსტო. იმედენად კარგი, რა ბოლოში ურჩება მოჭუჭყნულები, ხო ხვდებით უკვე რომ აცლი ფურცლებს. სულ რაღაცა 3 წელი ეგდო მთლიანობაში გაკვირვებული და შევედგით და ანუ სად არის მოჭუჭყნულები არ არის. კაი კომპოსტო შევხვდა და ალბათ რავი მეც კაი ავარჩიე, მაგრამ იდეაში ესე ვარჩევ ხოლმე, მაგრამ ხო და ფიქრობდი რომ თუ ბევრი დავრჩა ეგეთი პაწაწუნები, მეტი არაუშავს ხვალ გავაკეთებ ბორშს თქო ვიფიქრე. მაგრამ არაფერი არ დარჩა ხალხო. ნუ იმის გარდა რამდენიმე იმის გარდა. როგორც ყოველთვის ტოლმის მერე ვაკეთებ ხოლმე სახლში ბორშს. ასეა ხოლმე. ხო და არაფერი არ დარჩა, ისეთი გამიხარდა. რამდენი ფოთოლი ამოვიდა ღმერთო. რავი 40-მდე დავთვალე და მერე დამესარა. ანუ იმდენი ამოვიდა რა. ერთხელ ჩემქვარს დავაბარე გოგოებო კომპოსტო, აი თქვენთვის მოყოლელიც მაქვს და მარიამს გეფიცებით ჩემ თავზე ბევრად დიდი კომპოსტო იყო. აი თმიანი რო წარმოვიდგინოთ, აი დიდი ხოვლით მოკოდეს კიდე. აი მაგხელა რაღაცა უშველებელი გოგოებო. და მე კიდე მე არ მიყვარს, აი გაჭერი ფოთოლი რა პრობლემა, ანუ არ მიყვარს ეგრე რა, აი გაჭერი და რაღაცა. დედას გავიცეთ. აი თმებიანად გავგიშთი ეგრო ნახე. ხო და იმათ ურჩევიათ, რომ ესეთი დიდი კომპოსტოები ტოლმისთვის კარგია და ამაზე ადგილ წამო. აი მე გამოვიატე. არაფერი გამომეპაროს რა ხდება უბანში. რაღაცა ხმაურია.
თმა მაქვს შესაღები აიქ მარტო მაგრამ მნიშვნელობა მოგეთ შესაღები მაგისთვის უნდა მოვიცალო კიდე კარგი რომ ჩემი მეუღლის სოფელი აქვეა ხალხო და მაქსიმუმ 40 წუთში გვყავით ხელში ვიდგები რა ბედნიერება როცა ეს კომფორტი გაქვს ძალიან ფუფუნება იმიტომ რომ ყველა სრებოვნები ხოლმე რომ ამ დროში უკვე სახლში ვარ ვაიმე რა ბედნიერება იმიტომ რომ ზოგი ცხოვრობს რა ვიცი თუნდაც ბებია ჩემი 5 საათის სავალი გზა როა ცოცხალ მკვდარი ჩავდივარ ხოლმე ხიზაბავრაში გოგოეო და აი რა ვიცი ერთი კვირა მინდა ხოლმე რომ მოვიდე გონზე სად ვარ ვინ ვარ სად ვცხოვრობდი საიდან ჩამოვიდია ეს ბავშვი ვინ არის საერთოდ ყველაფერი მავიწყდა ისე დღეში ვარ ხოლმე ბებამ თოვლი მოვიდა გაგიშებული მაგრამ ჩვენთან ანუ ხიზაბავრაში ხა თოვლი მოვიდა ამ დროს არის ჩვეულებრივი ამბავი აი შეიძლება თბილისში გამიკვირდეს რა დროს თოვლია მაგრამ ანუ ხიზაბავრაში თოვლი მოვიდა ამ დროს არის ხო ნუ მოვიდა მოთოა არავის არ უკვირს ხვდებით მაცივარი გავხეხოს გადაღლილი იყო დედა წავა 2 მაისოდ უფრო ადრე ჩვენთან ორჯერ გადიან საფლავზე ახლა და გადიან 2 მაისს 2 მაისი იყო დაწესებული გოგოებო კათოლიკურად ანუ კათოლიკური მით გადიოდნენ ხოლმე 2 მაისს ვინც არიცით გეტყვით რომ ჩემს სოფელში ძალიან აქტიურად მისდევდნენ კათოლიკურ სამყაროს თუმცა მართლმადიდებულსაც აი უცნაური რა არის ორივეში იყვნენ მოკლედ და ახლა ისე ხომ რომ ვისაც უნდა კათოლიკურ 2 მაისს გადის ასე ვთქვათ ვისაც უნდა ამ აღდგომას გადის მაგრამ ხშირ შემთხვევაში ორჯერ გადიან ხოლმე რა აი ბევრი ოჯახი გადის ორჯერ ну ავით ძალიან შორიდან ჩადის ის ორჯერ რა თქმა უნდა არ გავა მაგრამ ანუ დიცი ცხოვრობს უფრო ორჯერ ან თუ ახლო ცხოვრობენ ისე დროს ჩადიან რომელიც მათთვის უფრო პრიორიტეტულია აი მაგათად 2 მაისი ან რაღაც ეგრე და გადიან მასე დროს ვინა გუგლებს ამ მუსიკას ვინც არიცით რობერტ სტურმომ დადგავე ფესტღაოსანი და მაგან გაიხაროს იმიტომ რომ ხალხს სულ დაავიწყდა რომ ხორცმა მოიმატა თევზმა მოიმატა მედაკლებული კვერცხის ფასი ვერსად ვნახე სადაც ნახეთ გოგოებო ძალიან გთხოვთ დამიწეროთ სატყიდულობთ დავალფაში იმიტომ რომ მე ვერსად ვერ ვნახე დავალფაში კვერცხი რომელსაც გვპირდებოდნენ რომ აუცილებლად დაიკლებდა და რა ვიცი მედაკლებული ვერაფერი ვნახე სიმართლე გითხრათ წარმოდგენაც კი არ მაქვს იმ ფასებს რასაც გვეუბნებიან რომ დაკლებულია თვითონ საცდახულობენ იმიტომ რომ ნუ არაფერი დიდად დაკლებული მე დიდად კი საერთოდ არ მინახავს რა ვიცი რა მინახეთ რომ დაიკლო მე არ მინახავს რეგულაციები უნდა გატარდეს ოღონდ ალბათ 4 წელი დაჭირდება ამას და 4 წელში თუ არ ამოვწყდით კვერცხზე 2 თეთრი დააკლდება უღრმესი მადლობა მინდა რომ გადაუხადო მთავრობას რომელიც ხელს გვიწყობს იმაში რომ არ ამოვწყდეთ შიმშილით ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ორაგულს მხოლოდ თქვენ ხეთქავთ და ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ როგორ იყიდება იმიტომ რომ მისი ფასი უბრალოდ არ ვიცი და არა მხოლოდ ორაგულის კუმბრიამ ჩაუფრინა რა ვიცი რამდენ პროდუქტს ისეთი ფასი ღირს ხო და რა ვიცი გუში ვუყურე ერთ ქალბატონს რომელიც არ ვიცი ვინ იყო და რა იყო არც ვიცანი უბრალოდ ჩაწერილი ქონდა ვიდეო მაინტერესებსო როდესაც ამბობთო რომ სახელმწიფო სკოლები არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და ეს არის ის რასაც ვიბრძოდით რომ განათლების სისტემა უნდა იდგეს მყარად და მე საერთოდ ფიქრობ რომ განათლების სისტემა ჯერ წევს მაგრამ ნუ კაი ხო და
თქვენო მაინტერესებსო მაღალჩინოსნები ზოგადად არ გქონდა ხა მნიშვნელობა აქ უცნება ის რა ქვია ნაციონალი თუ ლეიბორისტი თუ ვინ ხარ რატომ დაკავთო ბავშვები კერძო ბაღებში სკოლებში და რატომ არ დაკავთ სახელმწიფოში თუ კი ასეთი კარგია სახელმწიფო ბაღები სკოლები რატომ დაკავთო კერძოებში რა თქმა უნდა ახლა მაგას პასუხს არ ვიგასცემდა მაგრამ ძალიან კარგი კითხვა დასვა, რომ თუ კი შენ სახელმწიფო მოხელე მეუბნები, რომ ყველაფერი აწყი იმისათვის, რომ ბრწყინავდეს სკოლები და განათლება არის ის, რასაც იბრძოდით და ჩადეთ ყველაფერი, რატომ ასკდებით კერძო სკოლებს? კერძო ბაღებს, კერძო უნივერსიტეტებს და საერთოდ რატო ეს სულ მარტო კერძო თქვენთვის და ჩვენთვის ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის მხოლოდ სახელმწიფო რატო და ძალიან კარგი კითხვაო და ხა პასუხს არავინ გასცემდა მაგრამ ეს კითხვები ალბათ რა ვიცი სულ გვაწუხებს ადამიანებს მთელი ცხოვრება ხო იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ძირითადად კერძოებში ძირითადად კი არა ალბათ რა ვიცი 99% ალბათ კერძოში დაყავს კერძო სკოლებში მართლა საინტერესო კითხვაა რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაგვბადებია და გვაქვს. რატო? ძალიან კარგი კითხვა. პასუხი აგვიანებს, მაგრამ რატომ? განათლების სისტემა რა ვიცი. წლებია, ჯერ აი ვერ ვიყავი ბავშვი, იქიდან მოყოლებული ფსკერზია განათლების სისტემა. თუმცა მაშინ ხალხო კიდე ძალიან ბევრ ამას ვსწავლობდით ღირებულს აქ ახლა რასაც ვუყურებ ამასთან შედარებით ძალიან კარგად ვსწავლობდით ანუ მასალებს გეუბნებით რა ხა ფსკერი იყო რაღაცა უფრო ნებაპატიეთ პედაგოგების განხრით ბევრად ფსკერი იყო მაშინ ახლა კიდე ძალიან წინ არის წასული, თუმცა მივტირი იმ პედაგოგებს იმ კუთხით, რომ ძალიან კარგად ითხოვდნენ ძალიან ბევრი პედაგოგი ახლაც ასია, მაგრამ ახლა მე არ ვსწავლობ სკოლაში შესაბამისად, რასაც ვაკეთებდი ადრე ის მენატრება რაღაცები ის პედაგოგები, ვინც მაქსიმალურად გწურავდნენ. ახლა მე რასაც ვუყურებ, კაცი შულს არ აინტერესებს შენი გაწურვა. ისეთი რაღაცები ხდება თბილისში, მე სხვაგან არ ვიცი. თბილისში სკოლებში და იმდენი ბავშვი უზით და თავად პედაგოგები საუბრობენ ამას, რომ სრული საგიჟეთია და კივილი-წივილი ბავშვებს ვერ სვამენ და ასე შემდეგ, რაც ჩვენ დროს არ იყო ასე, იმიტომ რომ თლად ახლა ასე მიშვებულები ვერ ვიყავით, იმიტომ რომ უფლებები არ გვქონდა ამდენი, რაც ახლა ბავშვებს აქვთ. მე უფლებებს მივესალმები, თუმცა უფლებო პედაგოგებს არ მივესალმები, რაც განათლების სისტემამ დაუწესა. ჩემთვის მიუღებელია პედაგოგს წაართვა უფლებები და დაუტოვო მხოლოდ ის, რომ იცი რა არის, ხა შენთან იქ ილაპარაკე, მარტო თქვი და სწავლის თუ არის, სწავლის თუ რაღაცა, შესაძლოა ხარალეზე არ არის მიშვებული, მაგრამ პედაგოგი რო უუფლებოდ დატოვეს, ამას თავად პედაგოგები საუბრობენ და ჩემი მოგონილი არ არის. მე ამას არ მივესალმები. არ მივესალმები, რა თქმა უნდა, ბავშვის ემატყებას ხალხო, რას ქვია, არ მივესალმები და არც ადრე მომწონდათ მithრევა და მსგავსი რაღაცეები და მოსვლა და თითებში ხელის ჩარტყმა და რა ვიცი რაღაცეები კიდევ არ მივესალმებოდი არც ადრე და ახლა უფრო მეტად არ მივესალმები, იმიტომ რომ ახლა თავად ვარ დედა და რო გავიგო მასწავლებელმა თმითითრია დიდი ალბათობით დავით ალბათ უცხალი არ გადაბირჩება სავარაუდოდ შესაბამისად არ მივესალმები და შვილიც რო არ მყავდეს არც ადრე არ ვიყავი ამ ამბავზე გაგიჟებული რომ უკაია თუ მოდა წამოგარტყავს ხა რატომღაც მაგრამ უუფლებოდ დატოვეს პედაგოგები ეს ძალიან აწუხებთ პედაგოგებს რომ ბევრი რამ აქვთ შეზღუდული არ იცი არა გააკეთონ ეს ამდენი ბავშვი მოკლედ არის სრული ქაოსი მე არ ვიცი რა არის განათლების სისტემაში აყვავებული მაგრამ მე მაინც მგონია რომ პედაგოგებს უნდა მოусმინონ
ოღონდ იცით როგორ პედაგოგებს ვინც სიმართლეს იტყვის და არა ის რომ კი კაცო ყოჩო ცა ყველაფერი კარგად არის ეგეთ პედაგოგებს არა ვინც იცით რომ ტაშ დაგიკრავენ ეგეთ პედაგოგებს არა ძალიან კარგია სოფლებში რომ ზის ნაწილო მაგ კუთხით ძალიან ცოტა ბავშვი იმიტომ რომ მასალა ყოველდღიურად გამოიკითხება და შენ გინდა არ გინდა რომ სწავლობ ხო ხვდებით იმიტომ რომ 3 ხართ თუ 5 ხართ თუ 7 ხართ თუ 10 ხართ კვირაში 4-ჯერ მაინც იცი რომ გაგვიცილდა ჩააბარო რა და თუ ნაკლები ხართ ხო საერთოდ ყოველდღე აბარებ და რა თქმა უნდა ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან დიდ ქულებსაც იღებენ ეგ ძალიან კარგი ამბავია. რაც შეეხება აქ, რაც ხდება, მე რაც მომისმენია ბევრი მასწავლებლისაგან, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. თქვენ თუ სხვა ინფორმაცია გაქვთ, სიამოვნებით მომისმენ. და სიამოვნებით გავიგებ ერთი რა ხდება, მე რაც ვიცი ეგ არის. რო სრული საგიჟეთი აქვთ და რა ვიცი, აბა არ შეიძლება უფლებოდ დატოვო პედაგოგი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ხალხო, რამდენი მასალა მოიღეს, რამდენი. ნუ ამაზე ხო საერთოდ აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. რატომ ერჩივნა ჩემი დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მასალას გავდიოდით, რაც ძალიან საჭირო იყო და ძალიან კარგი იყო და ახლა გული მისკდება მარიამის სკოლაში როცა უნდა მივიდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რო წამიკითხავს მოთხრობა იყო თუ ამოცანად იყო და ვერაფერი ვერ გავიგე. საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და დამჭირდა დახმარება, რომ ხალხო ხო არ იცით ეს რა არის და საერთოდ ვერ გავიგე. აი პირობითად რო აგიხსნათ ხეზეზის 4 ჩიტი, დაემატა 5 ჩიტი, წავიდე 6 ჩიტი, აი მთელი დღე რომ მიდის მოდის ჩიტი და ბოლოს რამდენი რჩება რომ უნდა გაიგო, აი ზოგი შევა გზაში რომ მოკვდა. აი გაუგუნარი რაღაცები წერია და ლექსებზე აღარაფერს ვამბობ. და ამათ გონიათ რომ ეს არის განათლება. რაღაც განათლება იყო მე რომ ვიღებდი. და დედაჩემი რომ ვიღებდა და ახლა რა არის არ ვიცი. განათლებაზე გამახსენდა და ლექსებზე გამახსენდა აქვე რო არ ვთქვა, შეიძლება გავგიჟდე ვის გაქვთ წაკითხული მეტროში რომ არის ლექსები გამოკრული. ავტორი არ მახსოვს. არ ვიცი მილიონჯერ ვნახე და წავიკითხე, მაგრამ მეხსიერების პატრონმა რა დავიმახსოვრე ახლა მოგიხსენებათ, მაგრამ ვინ იყო და ვინ წერს მაგებს. ერთხელ კი უნდა გადავიღო ისე თუ ისეთი ჭეთო არ იქნება რომ თავზე რო გეჭდეს ვინმე გადავიღებ აუცილებლად. მე საერთოდ არ მიყვარს თეთრი ლექსები. თეთრი ლექსები, როგორც ვიცით, არის ურითმო, სადაც არ არის რითმი. ჩემთვის ლექსი არის, სადაც არის გამართულად რითმა და წყალივით რომ მიდის და ჩემთვის ეს არის ლექსი. ხა თეთრი ლექსია და რას ქვია არ აღიარებს თუ დამიწერთ, გეტყვით რომ ეს არის ჩემი არჩევა, რა მიყვარდეს რა არა. არ მიყვარს თეთრი ლექსები. ისევე როგორც თქვენშივა რაღაც არ გიყვარდეთ და ნუ მე ძალიან ჩვეულებრივად მივიღებ რომ არ გიყვართ. მაპატიეთ ვინც წერთ, ვინც მიყურებთ ისეთი ადამიანი და წერთ თეთრ ლექსებს, უბრალოდ ჩემთვის არ არის ეს ლექსი და ვერ ვიღებ ლექსად, ამ ფორმატით ვერ ვიღებ. მოკლედ მეტროში არის გამოკრული და აწერია ლექსი და კითხულობ ახლა ამ ლექსს. როგორც აი დავჭდე მოთხრობა წავიკითხო, დავჭდე რაღაცა უბრალოდ გამონათქვამები წავიკითხო, ცუდი არ არის. მე რაც შემხვდა ყოველ შემთხვევაში, ცუდი არ იყო. მაგრამ ვერაფრით ვერ ვიგებ ლექსის ფორმატად. აი ხო არის რომ ლექსი წერია და წავიკითხე ლექსია, გავიგე რომ ლექსია და აი რაღაცა მოთხრობასაკით რო გიწერია რაღაც, იმას ლექსად ვერ აღვიქვამ. თუმცა გამონათქვამად ძალიან კარგია, რაღაცები ძალიან მომეწონა, იდეას ჩავწვდი, მაგრამ ლექსი ვერ გავიგე. ხო და აი არ ვიცი. და მე ვაპატიე და ზუსტად მსგავსი რაღაცები წერია უკვე სკოლის წიგნებში, სადაც ბავშვები საერთოდ ვერ იგებენ შინაარს და მე დიდი ვარ და ჩავწვდი, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანზე და ავტორის თემაზე არ ელაპარაკე, ზოგადად გეუბნებით. მაგრამ არის რაღაცა ლექსები, სადაც
საერთოდ ვერ გაიგებთ რა წერია. დასაწყისში ბავშვების აი მეორე მესამე მაგებში რაღაცებს გადავხედე, უფრო მეხუთი, აი რაღაც აი დაწყებითებში რა. აი არ ვიცი ხალხო, გული მისკდება. არ ვიცი. იმიტომ რომ სანამ მარიამი გაიგებს, ჯერ ხომ მე უნდა გავიგო დიდი ვარ და გავიგო რა არის, აი რომ ვამეცადინო რა არის. კი აღხსნის ის პედაგოგი ალბათ, მაგრამ ვერ იგებენ ბავშვები, იმიტომ რომ სადაც მე ვერ ვიგებ რა წერია ახლა დაუბერდი, რა უნდა გაიგოს ახლა 6 წლის და 7 წლის ბავშვმა იქ რა წერია. ის საერთოდ გაუგონარი რაღაცეებია და მიხარია რა, იცი რომ მარტო მე კი არ ვფიქრობ ასე, მშობლების უმრავლესობა ასე ვართ, რომ ვურეკავ ჩემს ახლობას და რა შვებთ და მეცადინებთ რას მითხარ. ბავშვის ამოცანები და ლექსები ვერაფერი ვერ გავიგო და ვიმეცადინოდი რა არისო რომ ბავშვს აუხსნა. სამწუხაროდ დაგვემატება და ახლა ხო უარეს დღეში არის და იმედია მანამდე რამე შეიცვლება. სამეცადინო. ჩვენ უნდა ვიმეცადინოთ 11 წელი წარმოიდგინეთ და ვიმეცადინოთ. ანუ მე ხო ისიც მეჯავრებოდა სკოლა და ახლა კიდე უნდა ვიმეცადინო ახლა შვილის გამო. სანამ გაიზრდება და ასე შემდეგ. რა ვიცი აბა, რატოა ეს ყველაფერი ასე ვერ ვხვდები და რატო გონიათ რომ რამე ახალი შეიტანეს და დედა რა კარგი რაღაცები შეუტანიათ. ეს არ არის ის რაც სიახლე უნდა დაინერგოს და განათლების სისტემა უნდა დაინერგოს. მე ვაპატიეთ, მაგრამ ჩვენ მივდივართ იქით, რომ გვეყოლება ძალიან დაბალი განათლების მქონე თაობები, რაც მათთვის არის კარგი და ზოგადად მთავრობებისთვის არის კარგი, რომ მოსახლეობა იყოს ადვილად მართვადი და არ ქონდეს ძალიან ბევრი ამბიცია, ძალიან ბევრი მოთხოვნა, ძალიან ბევრი, კიდე ძალიან ბევრი. კი, მათი შვილები ევროპაში სწავლობენ და მოთხოვნები უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენაირი ფენისთვის არ არის საჭირო ეგ ამბავი. და მადულად მართვადი რო იყოს ზოგადად რა უნდა ვქნათ? განათლება უნდა მივცეთ ცოტა დარე. ხო და ცოტა მდარე კი არა, მე რასაც ვუყურებ, საერთოდ განათლებას ვერ იხებენ. დარემდე ვერ მივედით, ანუ ვერ იხებენ. ჩემს დროს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა გუხდა. რა ის ცეკვის გაცდენა, ხო გადაგალეწავდნენ მთელ უნივერსიტეტს თავზე რა ის გაცდენა. ნუ იყვნენ ხა ადამიანები ხო ის აცდენენ და ეგენი ყველა დროში არსებობენ და იარსებებენ, მაგრამ სწავლა იყო რა, იყო მით უფრო სასცენო მოძრაობებზე რას ქვე გაგეცდინა, გამოცდაზე რას აპირებდი მე. ქართული ცეკვები ცალკე, კლასიკური ცეკვა ცალკე, მეტყველება გინდა თუ რა გინდა, გლეჯვა სწავლა იყო. და ძალიან წყდება გული, როცა თეატრალურ უნივერსიტეტის მოსწავლეები, ბუდეში სტუდენტები ამბობენ, რომ იმე კაი და ეგ დრო წავიდა. ძალიან წყდება გული. თუ ეგ დრო წავიდა. ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ აბა რაღა სწავლობენ. საწყენია ძალიან. საწყენია რომ ჩვენი სწავლა განათლება არის ფსკერზე და ჩვენ მაინც ისე ვართ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და აი რეფორმები ტარდება. რას ლაპარაკობ, რომელ იმაში ტარდება რეფორმები. რეფორმა მაშინ არის მომგებიანი, თუ შენ რამე კარგს მაწვდი. და რანაირად უნდა იყოს ხა რეფორმა მომგებიანი, როცა არც უფლებებს ტოვებ არავისას. აი კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ყვება, როგორ საუბრობენ მოსწავლეები, როცა რაღაცა ისეთი სიტუაცია ხოლმე, რომ ეს ჩემი უფლება და იცი რას გიზავ და სკოლიდან გავაგდებინებ შენ თავს და მსგავსი ფრაზები მე ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ ასე საუბრობენ მოსწავლეები და ნუ წყალში პირი აქვს, პირში წყალში პირი. პირში წყალი აქვს ჩაგუბებული მასწავლებლებს, რადგან დიახაც რომ უფლებოები არიან ბევრ რამეში.
რომ მართლა არ მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ეს მოშორება. როგორც თავად ამბობენ. ხო და ვინ გავბედავდით ხალხო მასწავლებლისათვის გვეკადრებინა მსგავსი ფრაზები. ვინ გავბედავდით და როგორ ვიკადრებდით და ეგ რო მეთქვა მე და მერე გაიგო დედა ჩემს დამიჯერეთ 1:38 წელს მკვდარი ვიქნებოდი სავარაუდოდ. მშობლებმაც მოდი ვთქვათ ძალიან მიუშვით ეს შვილები რა, აი ყველაფერზე ეს მისი ნება, ეს მისი არჩევანი, ეს მისი და ცოტა განზე ვართ გასულები და თავის ჭკუაზე იზრდებიან თითქოს ხანდახან ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ აი ბავშვებს რო ვუყურებ, ცოტა დიდი ასაკის ბავშვებს, თავის რა თქმა უნდა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და მაგრამ ჩვენც ხო უნდა დავეხმაროთ. ჩვენ თუ აღზრდაში არ დავეხმარებით, არ დავეხმარებით მათ ზრდილობის სწავლაში და ბევრ რამეში. მარტო ის რომ მისი ნება გამარჯობა სიტყვის თუ არა, მისი ნება ასე იზავთ, მის სულ ასე საუბარი ჩემთვის არ არის მისაღები და გამართლებული, იმიტომ რომ ჩვენ რატო ვართ მშობლები და ჩვენ რატო ვართ მასზე უფროსები, ხო? მიმართულება უნდა მივცეთ, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ჩვენ აუხსნათ და ის როგორ დაინახავს ეგ მეორე საკითხია და როგორ გაყვება ამ ხას, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვასწავლოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი და საით ჯობია რომ წავითნენ ის რომ პედაგოგს ეტყვი რაღაცას რო გეტყვის რომ აი რაღაც რატო არ იცი თუ რა და აი არ მინდა და არ ვისწავლე ეს ხო არ არის ნორმა ჩემთვის როგორც დედისთვის როგორც ადამიანისთვის არ არის ნორმა რა ვიცი აბა არ ვიცი ძალიან ვართ აცდენილები ბევრ ამას სამწუხაროდ ახლა დაგემშვიდობებით იმიტომ რომ ტოლმის ხორცი თავს იკლავს ისე გალღვა დროებით